მოგესალმებით მეგობრებო, მე მგონი უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რატომ შევიკრიბეთ ჩვენ დღეს აქ, ამიტომაც მიზეს აღარ დავასახელებ. ისიც ვიცი, რომ უკვე ერთი სული გაქვთ მოისმინოთ ჩემი თეორიები და მოსაზრებები Doomsday-ის პირველ ოფიციალურ ტრეილერზე, ამიტომაც ზედმეტი შესავლის გარეშე კარგად მოკალათდით, აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ამ ვიდეოთი 500 ლაიქზე უნდა ავიდეთ და დავიწყოთ. თავდაპირველად ვიტყვი, რომ არხზე რამდენიმე თვის წინ განვათავსე ვიდეო სახელწოდებით Doomsday-ის ტრეილერი იქნება ასეთი, სადაც თითქმის აბსოლუტურად სიზუსტით აღწერა ეს ტრეილერი. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა დახურული ჩვენებიდან, სადაც Marvel-მა მოიწვია ინფლუენსერი იუთუბერები, რომელთაც აეკრძალათ ვიდეო გადაღება, თუმცა მათ ვერბალური გზით ჩვენებიდან გამოიტანეს აღწერა თუ რა ნახეს 2 წუთიან ეპიკურ ტიზერში. Marvel-მა როგორც ჩანს, ზუსტად ეს ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელმაც ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გახადა ცნობილი და თეორიებით დაგროვდა. მას ასე, მოდი თავიდან დავიწყებ ჩემთვის ყველაზე საყვარელი თეორიით, რომელიც უკავშირდება სტივ როჯერსის და ლოკის გამოჩენას ფილმში. ტრეილერის ერთ-ერთ კადრში ჩვენ სახლის ფანჯარასთან ვხედავთ ლოკის, სახლის დეკორაცია და ვიზუალი კი ალბათ ჩემი თქმის გარეშეც ხვდებით საიდან გეცნობათ. დიახ, სწორედ მიხვდით ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი, რომელსაც ლოკის TVA ბარათი უჭირავს, არის სტივ როჯერსი. დამატებით არგუმენტად კი შეგვიძლია ის მოვიაზროთ, რომ კადრში გამოჩენილი ადამიანის ხელზე ვხედავთ საქორწინო ბეჭედს და ვის ხელზე ვიხილეთ ბოლოს ეს ბეჭედი. რა თქმა უნდა, სტივ როჯერსის, როგორც Endgame-ის დასასრულს, ასევე 1 წუთიან ტიზერ ტრეილერში, რომელიც Marvel-მა დეკემბერში გამოაქვეყნა. ახლა რაშია თეორიის არსი? ამ თეორიის მიხედვით, ლოკი მიემგზავრება პეგი კარტერის და სტივ როჯერსის სამყაროში, იმ სამყაროში, რომელიც სტივმა Endgame-ის ბოლოს დროში მოგზაურობით შექმნა და ეუბნება როჯერსს, რომ TVA აპირებს ამ სამყაროს სრულიად განადგურებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი არ უნდა არსებობდეს დროის და სივრცის კანონების მიხედვით. არ უნდა არსებობდეს არც სტივ როჯერსის შვილი, რომელიც მან არალეგალურად წარმოშობილ სამყაროში გააჩინა. ამ ყველაფრის შესახებ ლოკი აფრთხილებს სტივს და თან აჩვენებს ბარათს, რათა დაარწმუნოს კაპიტანი ამერიკა, რომ ეს ის ძველი ლოკი აღარ არის, რომელსაც 2012 წლის მოვლენების დროს იცნობდა და რომ ის ახლა მხოლოდ კეთილი მიზნებისთვის ცხოვრობს. როჯერსი დაუჯერებს ლოკის და მიჰყვება მას სულ სხვა, უფრო უსაფრთხო სამყაროში და ეს სამყარო არის სწორედ ფანტასტიკური 4-ეულის სამყარო, დედამიწა 828. სწორედ ამიტომაა, რომ ტრეილერის დასასრულში ჩვენ სტივს ფანტასტიკური 4-ეულის ხომალდზე ვხედავთ. თუმცა ამ თეორიას მოგვიანებით უფრო გავშლით და ამ კადრებს ცალკე ავხსნით. დიდი შანსია, რომ Endgame-ის განახლებულ ვერსიაში, რომელიც სექტემბერში გამოვა და 7 წუთიანი დამატებითი სცენები ექნება, სწორედ ამ ისტორიის ტიზერი გვიჩვენა. კარგი, გადავიდეთ შემდეგ კადრებზე. ამ ტიზერში ჩვენ პირველად ვიხილეთ რობერტ დაუნი ჯუნიორის ვიქტორ ვონ დუმი, რომელიც გამოიყურება შესანიშნავად დაწყებული საბრძოლო კოსტუმით, დამთავრებული ხმით და იმ ბნელი ტონით, რომელიც ტრეილერში შემოიტანა. ვიქტორ ვონ დუმის თეორია, რომელიც დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, მგონია, რომ ძალიან ლოგიკური და აუცილებლად განსახილველია. მოკლედ, თავიდან როდესაც ტიზერში თორის და დუმის დაპირისპირება ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს მათი პირველი შეხვედრაა. სადაც თორი X ადამიანების მანსიონში და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს განადგურებული X ადამიანების სკოლა მარტო დაუპირისპირდება დუმს და სასტიკად დამარცხდება. ამის შემდგომ იგი კრებს თავის ძველ შურისმაძიებლებს, ამ დროს ამ სამყაროში ჩამოდიან ფანტასტიკური 4-ეული და კაპიტანი ამერიკა ლოკისთან ერთად, ხვდებიან თანდერბოლტებს და ასე შემდეგ. თუმცა ინტერნეტში ბევრი ძრომიალი შემდგომ წავაწყდის შემდგომ მოსაზრებას. როგორც იცით, Marvel-ი თავის ტიზერებში ძალიან ხშირად მალავს დეტალებს. ამის გამოცდილება გვაქვს, თან არაერთხელ. დააკვირდით ტრეილერში გამოჩენილ ამ კადრს, რომელშიც უამრავი გმირი ერთად გამოჩნდა. თუმცა კადრის შუაში ერთი ადგილი საეჭვო ცარიელია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ Marvel-მა ამ კადრიდან რამდენიმე პერსონაჟი დამალა. ერთი მოსაზრებით ამოშალა სტივ როჯერსი, ხოლო მეორე და უფრო საინტერესო მოსაზრებით ამოშალა სწორედ რომ ვიქტორ ვონ დუმი. ვიცი, რომ ძალიან სიგიჟეა და ერთი შეხედვით ლოგიკა არ ჩანს, მაგრამ ნება მომეცით აგიხსნათ. ფანტასტიკური 4-ეულის კრედიტ სცენაში დოქტორი დუმი უკვე გამოჩნდა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს გამოჩენა დუმის ბოროტულ მიზნებს მიეწერებოდა. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ იქნებ სულაც არა. იქნებ დუმი და ფანტასტიკური 4-ეული, უფრო კონკრეტულად რიდ რიჩარდსი, ძველი მეგობრები და კოლეგები არიან. დოქტორი დუმი დედამიწა 828-ში ცხოვრობს, ფანტასტიკურ 4-ეულთან და სტივ როჯერსთან ერთად. ხოლო თანდერბოლტების კრედიტ სცენაში
გამოჩენილ ხომალდში სხვა გმირებთან ერთად სწორედ დოქტორი დუმიზის, რომელიც ამ სამყაროში ჩამოდის, რათა შეხვდეს დედამიწის უძლიერეს გმირებს. თანაც წარმოიდგინეთ, რომ დოქტორ დუმს აქვს ტონი სტარკის სახე, რაც მაშინვე ნდობას აღწევს შურისმაძიებლების თვალში, რადგან სტარკი სამყაროს ყველაზე დიდი გმირია. ხოლო იმ სიტყვებს, რომელსაც დუმი ტრეილერში იძახის, უფრო კონკრეტულად, რაღაც მოდის, რაღაც რის არიდებასაც ვერ შევძლებთ და სანამ დღევანდელი დღე დასრულდება, წარმოუდგენელი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. ამ სიტყვებს დუმი შურისმაძიებლების, თანდერბოლტების და ფანტასტიკური ოთხეულის გუნდს ეუბნება. დოქტორი დუმია ის პერსონაჟი, რომელიც დაარწმუნებს გმირებს, რომ წავიდნენ X ადამიანების სამყაროში და გაანადგურონ იგი, რადგანაც სამყაროთა შორის აღრევა ამ სამყაროებს ისედაც გაანადგურებს. ტრეილერში გამოჩნდა ჩარლზ ქსავიერის კადრი, რომელიც ფანჯრიდან იყურება და დიდ ნათებას ხედავს, აფეთქების მსგავს. ჩემი მოსაზრებით, სწორედ ეს მომენტია სამყაროთა შორის შეჯახება და გადაკვეთა. ერთმანეთს კი კვეთენ X ადამიანების, ფანტასტიკური ოთხეულის და შურისმაძიებლების სამყაროები. სწორედ ასე ვიღებთ X ადამიანებისა და შურისმაძიებლებს შორის პირველ დაპირისპირებას, როცა ორივე მათგანს გონია, რომ სწორი მიზნისთვის იბრძვის. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ერთ კადრში რიდ რიჩარდი ხელით აჩერებს კაპიტან ამერიკას, მის წინ კი იარაღით მიდის ელენა ბელოვა. შესაძლოა ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც გმირები რეალურად იგებენ დოქტორი დუმის ჩანაფიქრის შესახებ, რომელსაც სურს ორი სამყაროს უძლიერესი გმირები ერთმანეთს დაუპირისპიროს და დახოცოს ისინი. ხოლო თორის და დუმის დაპირისპირება რეალურად არა თავიდანვე, არამედ სწორედ მას შემდეგ ხდება X ადამიანების მანსიონში, რაც გამოაშკარავდება ვიქტორ ვონ დუმის გეგმა და სამივე სამყაროს წარმომადგენლები გაერთიანდებიან მის წინააღმდეგ, რათა ხელი შეუშალონ მულტივერსის განადგურებას და ლოკის სამეფო ტახტის მოპოვებას, რაც მას მთლიანად მულტივერსზე usazღრო ძალაუფლებას მისცემს. ამასთან მოჰყვება მეორე თეორია, რომლისაც მართალია მე დიდად არ მჯერამ და ეჭვმეპარება გამართლეს, მაგრამ ჩემი მოვალეობაა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოვიტანო თქვენამდე. ამ თეორიის მიხედვით შურისმაძიებლები და შურისმაძიებლებში გულისხმობ ყველა გმირს გაერთიანდებიან დოქტორ დუმთან უფრო დიდი საფრთხის წინააღმდეგ და ეს უფრო დიდი საფრთხე არიან ეგრეთ წოდებული ბიონდერები, რომელთაც კომიქსებში საკმაოდ დიდი როლი აქვთ. დოქტორი დუმი, რომელიც იგრძნობს ბიონდერების განუზომელ ძალას, ქმნის ახალ სამყაროს Battle Worlds, რათა დაიცვას მულტივერსი განადგურებისგან. ამ თეორიის მიხედვით მარველი გეგმავს დაახლოებით უსასრულობის ომის და Endgame-ის მსგავს სტრატეგიას, სადაც ამჯერად Doomsday-ის ფილმში დამარცხდებიან შურისმაძიებლები ბიონდერებთან, ხოლო საიდუმლო ომებში ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც Endgame-ში. თუმცა რაღა დაგიმალოთ და მე ამის არ მჯერამ. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფილმს ქვია Doomsday, შესაბამისად მთელი აქცენტი არის დოქტორი დუმის პერსონაჟზე. მაშასადამე ის იქნება ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოროტმოქმედიც და პერსონაჟიც. მესამე თეორიის მიხედვით ყველაფერი ისევ სტივ როჯერსიდან იწყება, რომელსაც ლოკი აფრთხილებს სამყაროთა შორის შემოჭრების შესახებ და გადაჰყავს დოქტორი დუმის და ფანტასტიკური ოთხეულის სამყაროში. აქ დუმი უყვება გმირებს, რომ ამის გარდა სხვა უამრავი შემოჭრა დაფიქსირდა სამყაროში, რომელიც უნდა შეაჩერონ. ამიტომაც სტივი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ ბრძოლაში გაცილებით მეტი გმირი უნდა იყოს ჩართული. ამიტომაც ისინი ჩადიან დედამიწა 616-ში, ანუ შურისმაძიებლების სამყაროში. სწორედ ეს მომენტი ვნახეთ ჩვენ თანდერბოლტების კრედის სცენაში. სტივი მარტივად ენდობა დოქტორ დუმს, რადგან მას ტონი სტარკის ვიზუალი აქვს. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით თორზე, ვისთვისაც ეჭვს აღძრავს როგორც სტივ როჯერსის, ასევე ტონი სტარკის დაბრუნება და შეებრძოლება დოქტორ დუმს. ეს კი იმ მომენტს ეხმიანება ტრეილერიდან, რომელზეც ამდენი დღეა მთელი ინტერნეტი ალაპარაკდა. ხოლო ტრეილერის ბოლოს სტივის და თორის შეხვედრა და თორის გაკვირვება სტივის დანახვაზე ზუსტად ამ თეორიიდან გამომდინარეობს. უფრო მეტიც, თორი იმისათვის რომ დარწმუნდეს ეს სტივი რეალურია თუ არა, ტესტავს მას და მიოლნირს გაუწვდის, რათა როჯერსმა დაადასტუროს, რომ იგი კვლავ ღირსეულია. მივედით ტრეილერის ყველაზე საინტერესო და განხილვად მომენტამდე, რომელზეც ალბათ თეორიები ფილმის გამოსვლამდე არ შეწყდება. ეს არის თორის და სტივ როჯერსის შეხვედრის კადრი, ამდენი წლის შემდგომ. მოდი გავიხსენოთ, როდის შეხვდნენ ისინი ბოლოს ერთმანეთს. ეს იყო ტონი სტარკის დაკრძალვის დღე, რომლის შემდეგაც სტივი წარსულში დაბრუნდა ქვების და მიოლნირის დასაბრუნებლად, შექმნა ალტერნატიული რეალობა და იცხოვრა პეგისთან ერთად, ხოლო თორი წავიდა გალაქტიკის მცველებთან ერთად თავგადასავლების საძიებლად. სავარაუდოა, რომ თორმა გაიგო სტივის გარდაცვალების ამბავი, რაც დადასტურდა ფალკონის და სამთრის ჯარისკაცის სერიალში, რომ სტივი ნამდვილად გარდაიცვალა. ხოლო ახლა მის წინ ახალგაზრდა და ნაცნობი ვიზუალი წარმოდგენილი სტივი ჩანს. მაგრამ არის თუ არა ეს ის სტივ როჯერსი, რომელსაც ამდენი
წლის განმავლობაში ვუყურებდით. დიახ, კადრების გამოჩენის მომენტიდან ფანებმა როჯერსის ვიზუალიდან გამომდინარე და მე ვიტყოდი მართლაც რომ უჩვეულო ვიზუალიდან გამომდინარე, დაიწყეს თეორიის დამუშავება, რომ ეს არ არის კაპიტანი ამერიკა, ეს არის კაპიტანი ჰიდრა, რომელიც დოქტორი დუმისთვის მუშაობს. თუმცა ერთი შეკითხვა პასუხგაუცემელი რჩება. როგორ მოახერხა სტივ როჯერსმა მიოლნირის აწევა, ანუ როგორ არის ის კვლავ ღირსეული, თუ ამჯერად ბოროტების მხარესაა. ბევრი ვეძიე თუ ცოტა ამ კითხვაზე ლოგიკური თეორია ვიპოვე. მოკლედ, ერთ-ერთ კომიქსში, რომელსაც ეწოდება Secret Empire, ანუ საიდუმლო იმპერია, სადაც შილდმა სხვადასხვა კოსმიკ კუბების ფრაგმენტები შეაგროვა. ეს ფრაგმენტები გაერთიანდა და შედეგად გაჩნდა კობიკი, რომელსაც ბავშვის გონება ჰქონდა და რეალობის შეცვლა შეეძლო. ანუ კობიკი არის მარველის სამყაროში ცოცხალ არსებად ქცეული კოსმოსური კუბი, პატარა გოგონას ფორმით. Red Skull-მა კობიკზე გავლენა მოახდინა და დაარწმუნა, რომ ჰიდრა კარგი ორგანიზაცია იყო. შემდგომ კობიკმა სტივ როჯერსის ისტორია და მოგონებები შეცვალა, რის შემდეგაც შეიქმნა ჰიდრას ერთგული კაპიტანი ამერიკა. სწორედ ეს არის ცნობილი სიუჟეტი Secret Empire-დან, სადაც კაპიტანი ამერიკა ამბობს სიტყვებს Hail Hydra, რომელიც მარველმა სხვანაირად გამოიყენა და როჯერს ეს სიტყვები Endgame-ში ათქმევინა. ვინაიდან და რადგანაც კობიკმა რეალობა შეცვალა, მიოლნირმა ვერ შეძლო მისი გარჩევა და ჩათვალა, რომ ჰიდრა კარგი ორგანიზაცია იყო, ამიტომაც მის ერთგულ კაპიტან ამერიკას კვლავ შეეძლო ჩაქუჩის აწევა. ჩემი აზრით, Doomsday-ის ფილმში ეს სიუჟეტი გადათამაშდება იმგვარად, რომ სტივ როჯერსი ამჯერად დოქტორ ვონ დუმის გავლენის ქვეშ იქნება, რომელიც რაღაცნაირად შეძლებს რეალობის შეცვლას და ამ მიზეზის გამო კაპიტანს კვლავ შეუძლია მიოლნირი გამოიძახოს და ღირსეულის ტიტული ატაროს. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ამ სცენაში კაპიტანის უკან კიდევ ერთი ადამიანი დგას, ვინაიდან და რადგანაც ეს დიდი ალბათობით ფანტასტიკური ოთხეულის ხომალდია, გუნდის რომელიმე წევრი, უფრო კონკრეტულად კი, ჩემი მოსაზრებით, ჯონი შტორმი უნდა იყოს. საინტერესო კონცეფცია იქნება ერთ კადრში ორი მსახიობი, რომელმაც ჯონი შტორმი ითამაშა მარველის სამყაროში. ალბათ მიხვდით, რომ ამ ვიდეოში ძირითადად ისეთ დეტალებზე ვამახვილებ ყურადღებას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ რაიმეს ნიშნავდეს ფილმის სიუჟეტისთვის. ამ ყველაფრის გარდა კიდევ ბევრი პერსონაჟის კადრი ვიხილეთ ტრეილერში, ნახეთ მისტიკის დაბრუნება, რომელიც ელენა ბელოვას სახეს იღებს და ერთ-ერთზე ებრძოლება მას, ასევე გამოჩნდა ყველასათვის საინტერესო გამბიტის და შანგ-ჩის დაპირისპირება. ხო, მართლა, იმ კითხვაზე პასუხი თუ როგორ აღმოჩნდა გამბიტი ვოიდის სამყაროდან X ადამიანების სამყაროში, გახლავთ დედპულის და სამურავის ფილმის წაშლილის სცენა, სადაც ბრძოლის შემდგომ ხედავთ გამბიტს, რომლის წინაც პორტალი იხსნება და ამ გზით ტოვებს გამბიტი ვოიდის სივრცეს. ხო, გამოჩნდნენ ციკლოპი, ჩარლსი და მაგნეტო, ასევე ნამორის სამყარო, ახალი შავი პანტერა და ასე შემდეგ. მოკლედ, მოდი ცოტა რამ სასაუბროთ სხვა ვიდეოებისთვისაც შევინახოთ. დღეისათვის მე ამით დაგემშვიდობებით, მაგრამ გპირდებით, რომ ამ ვიდეოს გაგრძელება ექნება. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ჩვენ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ახალი იდეებით, სულ მალე დროებით. We're going to need a miracle. Hey, pal. It's not possible.